მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია და თქვენთვის სამყაროს აქვს სასწრაფო მესიჯი. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, ორაკულით და ასეთი ტაროს დასტით გავაკეთებ დღეს საჯარო გაშლას ამ თემაზე და ვნახოთ რა სასწრაფო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა, იმიტომ რომ ვიგრძენი რომ ამ საკითხზე უნდა გამეკეთებინა თქვენთვის საჯარო გაშლა დღეს. და ვნახოთ აბა რა სასწრაფო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა, რა სასწრაფო მესიჯი აქვს პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის. ქვებსაც ახლავე დავამატებ იმისათვის რომ არ გაგიჭირდეთ არჩევა და პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუსეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. პლუს ამასთან ერთად მეგობრებო, ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი და აკომენტარეთ ენერგეტიკული ბალანსისთვის და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს. მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, აბა ვნახოთ თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლავე. სწორი გადაწყვეტილება. გავშვი ყველაფერი ის, რასაც უნდა წასვლა შენი რეალობიდან და წავიდეს ის, რასაც უნდა წასვლა. და რასაც უნდა შენთან მოსვლა და მოვიდეს შენთან. აი ასეთი მესიჯია მეგობრებო. რაც წასასვლელია, ან ვინც წასასვლელია, გაუშვით თქვენი რეალობიდან. ხოლო რასაც უნდა დარჩენა, ან რასაც უნდა შემოსვლა თქვენს რეალობაში და შემოვიდეს, ხო? მიეცით ამას უფლება. მოდით დავამატოთ ახლა ტაროს არკანები და ვნახოთ. უფრო გავშალოთ, უფრო გავავრცოთ ეს მესიჯი სამყაროსგან. რა მესიჯი აქვს აბა პირველი ვარიანტისთვის სამყაროს? უფროსი არკანი ძალა, პენტაკლების ორიანი, თასების ექვსიანი, კვერთხების ხუთიანი, 22 უფროსი არკანი, რომელიც ამ დასტაში არის და თასების რაინდი. მეგობრებო, ნახეთ აქ როგორი ინფორმაცია წამოვიდა თქვენთან. პირველ რიგში თქვენ ახლა შესაძლოა თავს გრძნობდეთ სუსტად და კარგულად, შესაძლოა გარკვეული შინაგანი ბრძოლები იყოს თქვენში რაღაცაზე. გავაკეთო, არ გავაკეთო, დავიჯერო, არ დავიჯერო, გავუშვა, არ გავუშვა, რაღაც მოვიმოქმედო, არ მოვიმოქმედო. რაღაც ასეთი გაორებული დამოკიდებულება ჩანს გარკვეული პროცესების მიმართ, ჩანს ასევე გარკვეული შინაგანი ბრძოლები, შინაგანი კონფლიქტები, როდესაც ბოლომდე ვერ ხვდებით სად უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია, სად უნდა მიმართოთ თქვენი ფოკუსი და როგორ, რაც მთავარია, ხო? ვერ ხვდებით რა და როგორ უნდა გააკეთოთ. გაორებული ხართ აშკარად. ხან ერთ რაღაცაზე ხართ ზედმეტად კონცენტრირებული, ხან მეორეზე. აი თითქოს დაკარგული ხართ და ეძებთ რაღაც გარკვეულ საყრდენს, ხან ადამიანებში, ხან რაღაც პროცესებში, მაგრამ იცით აქ როგორი მესიჯი არის? თქვენ ახლად გახართ სწორ გზაზე. თქვენ შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ არა, ფიქრობდეთ, რომ არასწორ გზაზე დგახართ, ხო? მიგაჩნდეთ, რომ რასაც ახლა აკეთებთ, უბრალოდ ვერ ხვდებით რატომ აკეთებთ, მიგაჩნდეთ, რომ ყველაფერი, არ ვიცი, უაზროა, ხო, თქვენს რეალობაში რაღაც ასეთი აზრები წამოვიდა თითქოს თქვენგან. შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ არაფერი არ გამოგდით, რომ დაკარგული ხართ, რომ მარტო ხართ, რომ რეალურად არავის არ აინტერესებთ, რეალურად არავის არ სჭირდებით. რაღაც ასეთი ცოტა მელანქოლისტული ფიქრები წამოვიდა თქვენი მხრიდან, მეგობრებო. მაგრამ რეალურად თქვენ ახლად გახართ მაქსიმალურად სწორ გზაზე, იმიტომ რომ ახლა თქვენში ხდება გარკვეული გადაფასებები.
ახლა თქვენ ხართ იმ მნიშვნელოვან პროცესში, როდესაც ხდება თქვენს რეალობაში მოვლენების აწონ-დაწონვა, გადაფასება, სწორი შეფასება, ხო? მაგალითად, რეალურად ვინ იმსახურებს თქვენს ყურადღებას და ვინ არა. რეალურად ვინ არის თქვენთან და ვინ არა, ხო? ახლა არის ის პროცესი, როდესაც თქვენ ხართ ისეთ ტრანსფორმაციულ ენერგიებში, სადაც სამყარო მაქსიმალურად ნათლად გაჩვენებთ, რომ თქვენ გვერდში დგომის გარეშე არ ხართ. თქვენს გვერდით არიან ადამიანები, ან როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად დაგიდგებათ ამა თუ იმ გზებით გვერდში, მაგრამ ამავდროულად ახლა ძალიან ბევრ ადამიანს ნიღაბის ზრება თქვენს რეალობაში. ძალიან ბევრ ადამიანს. მათ შორის შესაძლოა რაღაცეები მტკივნეული იყოს, იმიტომ რომ ვიღაც ისეთი ადამიანისგან შეიძლება იგრძნოთ, არ იგრძნოთ უბრალოდ თანადგომა, ვინც თქვენთან დიდი ხანია, რაც არის ხო, მაგალითად თქვენი ბავშვობის მეგობრისგან, ან ხანგრძლივი ურთიერთობისგან იგრძნოთ ის, რომ აქ არავინ არ გიდგებათ გვერდში, რომ აქ არავინ არ არის თქვენთან. შესაძლოა რაღაც ასეთი ემოციები და გრძნობები იყოს, ხო? და ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ის პროცესები, რომლებშიც ახლა ხართ, არის მარტივი. ურთულესი პროცესები არის, რა თქმა უნდა, და მე თქვენი ძალიან კარგად მესმის. მაგრამ რეალურად აქ სამყარო, ნახეთ როგორ რაღაცას აკეთებს. აქ სამყაროს მიჰყავს თქვენი რეალობიდან ადამიანები, რომლებიც რეალურად არ გაფასებენ. აქ სამყარო გაჩვენებთ ყველა ადამიანის რეალურ ვინაობას და რეალურ როლს თქვენს ცხოვრებაში. მათ შორის სხვათა შორის ისეთი რაღაცეებიც ხდება, როდესაც ადამიანები არ არიან ბოროტად განწყობილნი ჩვენს მიმართ, არც ჩვენ ვართ მათ მიმართ, მაგრამ აი უბრალოდ გავიზარდეთ ერთმანეთისგან, ხო? ხანდახან ასეთი რაღაცეებიც ხდება, როდესაც ადამიანების გზები ერთმანეთისგან იყოფა. არა ნეგატიური თვალსაზრისით, არამედ არის ისე, რომ ადამიანები ვეღარ უგებენ ერთმანეთს, ეს სავსებით ნორმალური არის. და თქვენ სამყარო ამას ძალიან ნათლად გაჩვენებთ, მაგრამ ამავდროულად მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეები მიჰყავს თქვენი რეალობიდან და ვიღაცეების რეალურ სახეებს გაჩვენებთ ძალიან მკვეთრად და სადღაც მტკივნეულად, მიუხედავად ამისა, აქ სამყაროს ახალი ადამიანებიც შემოყავს თქვენს რეალობაში, რომლებიც თქვენთან ერთად გადადიან რაღაც ახალ ეტაპზე, რომლებიც თქვენ გაძლევენ გარკვეულ გვერდში დგომას. დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე ხედავთ ამ პროცესებს საკუთარ რეალობაში. დარწმუნებული ვარ. თუ ჯერ ვიღაც ასეთი ადამიანი, ვინც რეალურად თქვენს გვერდით არის, არ გამოჩენილა, თქვენ ასე ფიქრობთ, დამიჯერეთ ახლო მომავალში აუცილებლად დაინახავთ. აუცილებლად დაინახავთ ასეთ ადამიანს, ან ადამიანებს. ვიღაცეებში აქ იმედებიც გაგიცრუდებათ, მაგრამ ეს საჭირო არის ახლა თქვენთვის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურეთ ამ ვიდეოს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. ერთგან ენერგია მიდის, მეორეგან ენერგია მოდის და ენერგია მიდის იქედან, სადაც თქვენ აღარ გჭირდებათ, ხო, პირველი ვარიანტი და მოდის იქ, სადაც თქვენ ზუსტადაც რომ გჭირდებათ. მეორე ვარიანტი, ნახოთ აბა, თქვენთან რა ხდება, რა მესიჯი აქვს სამყაროს. გაშვება. მეგობრებო, რა ხდება, რა ყველგან გაშვებებია. ყველაფერი მიდის კონტროლის ქვეშეთიდან. მოდით ასე ვიტყვი. აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ რეალურად თქვენ დაცული ხართ იმ პროცესებში, რომლებშიც ახლა ხართ. თქვენ შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ ყველა მიგატოვათ, გეჩვენებოდეთ, რომ ძალიან ბევრი რაღაც მიდის თქვენი რეალობიდან, გეჩვენებოდეთ, რომ გარკვეული პროცესები ისევ და ისევ მეორდება, რომ ვერ გამოდიხართ რაღაც კონკრეტული წრიდან, სადაც თქვენ თავს მარტოდ გრძნობთ, ცუდად გრძნობთ, დაქანცულად გრძნობთ. მაგრამ თავი სიტყვა აქ არის გეჩვენებათ. დიახ, გეჩვენებათ. დიახ, ვიღაცეები და რაღაცეები მიდიან თქვენი რეალობიდან. მაგრამ იცით კიდევ რა მიდის თქვენგან. თქვენგან მიდის ასევე თქვენი ტრავმები, თქვენი ნეგატიური ფიქრები,
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად, იდეალურად და ბედნიერად იქნება, ხო? იმიტომ რომ ადამიანებს რატომღაც გონიათ ხოლმე, რომ აი რაღაც თუ გამოსწორდა კონკრეტული ტრავმა თუ გადავლახე, ესე იგი всё ავტომატურად ბედნიერი ვიქნები, ავტომატურად კარგად ვიქნები და ასე შემდეგ. ცხადია, ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ცხოვრობთ და ვსწავლობთ. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება გამარტივდება, მაგრამ არც იმას, რომ ცხოვრება გართულდება, ან ისეთივე რთული დარჩება, ხო? ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ. ასე შეხედეთ და არა ისე, რომ აი ცხოვრება ტანჯვაა და ცხოვრებაში ერთი და იგივე მეორდება ხოლმე. აქ მე მინდა რომ დავამატო არკანები, დავამატოთ ტაროს არკანები. აბა და სასწრაფო მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის. ახლა მერტ როგორ გადმოხტნენ არკანები, ორი არკანი გადმოგვიხტა, ნულოვანი არკანი და თასების სამიანი. კარგით, გასაგებია. აბა კიდევ რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის? აბა უფროსი არკანი ეშმაკი. კვერთხების დედოფალი, კვერთხების ცხრიანი მეგობრებო. იმპერატორი კაცი, თასების ხუთიანი და კვერთხების რაინდი. მეორე ვარიანტი, რისი გვეშინია ასე ძალიან? რისი გვეშინია ასე ძალიან? აქ თქვენს რეალობაშიც ისევე როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში ჩანს უმძლავრესი ტრანსფორმაციები. პირდაპირ გაგებით ნულოვანი არკანი ამოვიდა. ეს ნიშნავს სრულიად ახალ გზას, სრულიად ახალ პროცესებს თქვენს რეალობაში, ხო? და ნახეთ, აქაც იგრძნობა გარკვეული თანადგომა, გვერდში დგომა, როგორც სამყაროსგან, ასევე ადამიანებისგანაც. დიახ, თქვენ შეიძლება ჯერჯერობით ახლა ამ ეტაპზე ვერ გრძნობდეთ თანადგომას, მაგრამ თქვენ აუცილებლად მიიღებთ მას, რომც ახლა არ გრძნობდეთ, მაგრამ რატომღაც შეგრძნება მაქვს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანისგან მაინც გრძნობთ რაღაც პატარა-პატარა თანადგომას, პატარა-პატარა გვერდში დგომას მაინც. ასევე კოლეგები, ვინც მიყურებთ ახლა მეორე ვარიანტი, აქ თქვენთან შესაძლოა არა, აქ თქვენთან კონკრეტული ენერგია, კონკრეტული ღვთაება არის თითქოს თქვენს გვერდით, ვინც გვერდში გიდგებათ. განსაკუთრებით წამოვიდა ქალღმერთი ჰეკატეს ენერგია, კონკრეტულად ამ არკანისგან, რატომღაც მინდოდა რომ მეთქვა, ვინც ამ ქალღმერთთან თანამშრომლობთ, მოდით ასე ვიტყვი, ის თქვენს გვერდით არის და გატარებთ, ასე ხელჩაკიდებული გადახართ გარკვეულ ტრანსფორმაციებში. მასკულანური ენერგიის მქონე კონკრეტული ღვთაებაც იგრძნობა, მაგრამ ვერ ხვდები ვინ არის. აქ ჩემი კოლეგები, ვინც მიყურებთ, ეს მანდთვის. ვინც არ მყავხართ აქ პრაქტიკოსები, აქ თქვენს გვერდით არის სამყარო, აქ თქვენს გვერდით არიან გარკვეული ენერგიები, თქვენი მფარველი ძალები, სამყაროს მფარველი ძალები, რომლებიც გატარებენ გარკვეულ ტრანსფორმაციებში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ თუ არა პრაქტიკოსი, იცოდეთ რომ აქ კონკრეტულ ძალას, კონკრეტულ ენერგიას თქვენ, ასე ვთქვათ, ასე ხელით ჩაკიდებული გადაყავხართ ერთი გზიდან მეორე ახალ გზაზე და იცით ღვთაებებთან და მსგავს მძლავრ ენერგიებთან მუშაობა, ახლა ჩემი პრაქტიკოსები ძალიან კარგად გამიგებენ, არასდროს არ არის ხოლმე მარტივი, არასდროს არ არის ხოლმე ზედაპირული, ხო? ეს არ არის ის, რომ სიტყვაზე ვთქვათ, არ ვიცი, ჰეკატეს ბუბლიკები დავუდე ალტარზე და ყველა სურვილი ამისრულაო, ხო? საერთოდ არა. პირიქით, ეს არის ძალიან მძიმე ტრანსფორმაციული პროცესები, სადაც არის გვერდში დგომაც, მაგრამ მძიმე გზაც, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში აქ გვერდში დგომა იგრძნობა სამყაროსგან და თქვენი მფარველი ძალებისგან, ვინც არ უნდა მიყურებდეთ მეორე ვარიანტი და აქ თქვენ გადადიხართ სრულიად ახალ გზაზე, თქვენი რეალობის სრულიად ახალ ტოტზე, მაგრამ თქვენ შინაგანად გაქვთ ძალიან ბევრი შიშები ამ ახალ რეალობაში გადასulis. და ეს არის ზუსტად ის გზა, ზუსტად ის რეალობა, ზუსტად ის ტოტი, რომელზედაც თქვენ შესაძლებელია ოცნებობდით კიდევაც. იცით,
ადამიანებში, მათ შორის საკუთარ თავშიც მაქვს შემჩნეული ასეთი პარადოქსული რაღაც. ჩვენ გვიყვარს ოცნება. ჩვენ გვიყვარს სურვილების ჩაფიქრება, რომ აი ასე და ასე რო იქნება, არ ვიცი, აი პარტნიორი მეყონება და გავბედნიერდები, აი მეგობრები მეყონება და გავბედნიერდები, აი წონაში დავიკლებ ან მოვიმატებ და გავბედნიერდები, აი ესა და ეს სამსახური მექნება და გავბედნიერდები. და რეალურად კი ბატონო, როდესაც რაღაცას ღებულობთ, რაღაცას ვაღწევთ, იმ მომენტში კი ბატონო ვართ ბედნიერები, მაგრამ შემდგომ ყოველთვის გვიჩნდება ახალი მიზნები და შინაგანად გარკვეული სიცარიელები, მოდით ასე ვიტყვი, რჩება ხოლმე. არის ხოლმე, ხო, ასეთი პროცესები, ვფიქრობ, ყოველი თქვენგანის რეალობაში. როდესაც თქვენ ხვდებით, რომ აი რატომ მინდოდა ეს? აი კი მინდოდა, კი კარგია რომ ამიხდა, კი მადლიერი ვარ კი ბატონო რომ ამიხდა, მაგრამ ახლა სხვა რაღაც რომ მინდა, ახლა სხვა რაღაცაში რომ ვეძებ ბედნიერებას. სხვა რაღაცაში. აი ასეთები ვართ ხოლმე რა, ადამიანები, ჩვენ ხშირად ვეძებთ ბედნიერებას იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. და ეს ავტომატურად იმას არნიშნავს, რომ ჩვენი სურვილები ჭეშმარიტებას არ შეესაბამებოდა, ან შეესაბამებოდა, ხო? მაგრამ მე აქ გეტყოდით ესეთ რაღაცას. ყველა ემოცია უკვე არის ჩვენში, ყველა ემოცია უკვე არის ჩვენში შიგნით. შეუძლებელია ადამიანი ყოველთვის იყოს ბედნიერი, ან ყოველთვის იყოს უბედური. მუდმივი პოზიტივი, აი გურუები რომ ამბობენ, მუდმივი მხოლოდ პოზიტივი, მუდმივი მხოლოდ სიხარული, მხოლოდ ბედნიერება და ასე შემდეგ პოზიტიური ენერგიები, ძალით გაიცინე თუ არ გეცინება და იხალისე. არა მეგობრებო, ეს ყველაფერი არ მუშაობს. კი რაღაც მომენტებში შესაძლოა ეს დაგეხმაროთ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მკურნალი არის, ხო? რეალურად ჩვენ ყველანი ვართ დედა ბუნების შვილები, აბსოლუტურად ყველა, ხო? და ნახეთ მეგობრებო, ჩვენ ყველანი დედა ბუნებასავით ვიცვლებით პერიოდულად. ხანდახან ჩვენში არის ზამთარი, აპათია. როდესაც არ გვაქვს მიზნები, მოტივაცია, სურვილები, ხო? ხანდახან არის გაზაფხული, როდესაც ჩვენ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით აღზნებულები ვართ, შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, გვინდა რომ რაღაც გავაკეთოთ, რაღაც ახალი შევქმნათ, ხო? როდესაც ჩვენ, არ ვიცი, გვაინტერესებს ადამიანებთან ფლირტაობები, სიხარულები და ასე შემდეგ. ხანდახან გვაქვს შემოდგომა და ასე შემდეგ. შემდგომ მაგალითებს აღარ მოვიდან, ხო? ამიტომაც პირდაპირ გეტყვით მეორე ვარიანტი. თქვენი ცხოვრება ახლა იცვლება და თქვენ გადადიხართ იმ რეალობაში, რომელიც რეალურად უნდა თქვენ სურს და რომელიც რეალურად თქვენ გსურდა დიდი ხნის განმავლობაში. და თქვენ ქვეცნობიერის დონეზე ამას ძალიან კარგად შეიგრძნობთ. მაგრამ მოდის აქ შიში, უარყოფა. იქნებ მე ამას არ ვიმსახურებ, იქნებ მე ეს არ გამომივა, იქნებ მე ამას ვერ გავუმკლავდე. და თქვენი შიშები არის სავსებით ბუნებრივი, იმიტომ რომ ის გამოცდილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, ის სასიხარულო გამოცდილება, სხვათა შორის, რაც გიახლოვდებათ, შესაძლოა საერთოდ არ იყოს თქვენთვის მარტივი პროცესი. იმიტომ რომ თქვენ ეს არ გაგივლიათ, ხო? მაგრამ ეს არის საჭირო პროცესი და პროცესი, რომელიც თქვენ აღგავსებთ. და ნახეთ, აქ თქვენთვის ასეთი მესიჯი არის სამყაროსგან, რომ შენ ბევრად უფრო ძლიერი ხარ, ჩემო კარგო, ვიდრე შენ გგონია. ნუ ეწინააღმდეგები პროცესებს, ნუ ეწინააღმდეგები შენს შინაგან ძალას, ნუ ეწინააღმდეგები შენს თავს. შენ ბევრად უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია. ნუ ეწინააღმდეგები შენს თავს. ნუ ეწინააღმდეგები. გამოგივა ის, რაც შენ გინდა. გამოგივა. უბრალოდ შინაგანად აი წეღან მე ვახსენე, რომ ყოველი ემოცია ჩვენში უკვე შიგნით არის, ხო? მათ შორის ბედნიერებაც. ხშირად ჩვენი ბედნიერება ან ჩვენი უბედურება, ხო, შინაგანი, რა თქმა უნდა, რეალობაში რაც ხდება, იმაზედაც არის დამოკიდებული, ხო? მაგრამ თუ დაკვირვები ხართ, ხანდახან
რეალობაში რაც ხდება, იმას თითქოს არ აქვს ხოლმე კავშირი ჩვენს ემოციებთან. ხანდახან. მეც აქ ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ, მეორე ვარიანტი. რაღაცეები მიდის, რაღაცეები კი მოდის და ეს რაღაცეები ძალიან გაგახარებთ. მაგრამ არ იქნება ამ ახალი რაღაცეების მიღება მარტივი. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.